მივესალმები სრულიად საქართველოს ქართველ ერს საქართველოსა და ემიგრაციაში. დღეს კვლავ ჩემი ლაიფი მექნება 5 სექტემბერს 2025 წლის ეგრეთ წოდებული უზენაესი საბჭოს სესიასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მე მინდა ქართველი ერი, ქართველი საზოგადოება ჩავაყენო საქმის ხურში, რომ აი ამ სესიას 5 სექტემბრისას 2025 წლისას ხელმძღვანელობდა ორი სახელმწიფო დამნაშავე საქართველოს რესპუბლიკისა. ეგრეთ წოდებული მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს კანონიერი ხელისუფლების გურამ აფსნაძე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან ნაციონალური მოძრაობის პარლამენტთან ერთად 2004 წელს ქართველი ერის ეროვნული გამანთავისუფლებელი მოძრაობის და მისი პატრიარქების დიდი ზვიად გამსახურდიასა და დიდი მერაბ კოსტავას მიერ მოტანილი საქართველოს რესპუბლიკა აღდგენილი, რომელიც არის სამართალმემკვიდრე, იდენტური და უწყვეტობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის